საფრანგეთში უხვინა ლექით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან გადაუღებელი წვიმების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობებია დათბორილია დედაქალაქი პარიზიც. მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შესახებ ხელისუფლებამ მოქალაქეები უკვე გააფრთხილა. ეს საფრანგეთია, გადაუღებელი წვიმის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე რეგიონი ახლა ასე გამოიყურება. ფრანგები ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში უნახავთ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. მანქანების ევაკუაცია დავიწყეთ, ადამიანებს ვეხმარებოდით. სამეზობლოში დიდი მობილიზაცია დაიწყო. ერთ-ერთ მეზობელს ნავი ყავს. ქუჩის ბოლოს კი საავადმყოფოა. დავიწყეთ პაციენტების ნავით გამოყვანა, რომ გადაგვერჩინა ისინი. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. საკუთარ თავზე გამოცდა ძალიან ცუდი ყოფილა. ქალაქ ბრიუზ-ლა-ბიუსერში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს, წყლის დონე უკვე 1 მეტრს აჭარბებს. მასშველებს მოსახლეობამდე მისვლაც და მათი ევაკუაციაც ნავებით მოუხდათ. მაშველები ნავებით მოვიდნენ, კითხეს დაშავებული ხომ არავინ იყო, რომ ჯერ მათი ევაკუაცია განეხორციელებინეთ. წვიმის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილის 7 დეპარტამენტი დაზარალდა. დათბორილია პარიზიც. პირველად არ ვარ პარიზში, მაგრამ ამდენი ცხალი აქ არასდროს მინახავს. სინოპტიკოსებმა და მთავრობამ მოსახლეობა რისკების შესახებ გააფრთხილა. დამაიმედებელ პროგნოზს ვერც მეტეოროლოგები აკეთებენ. მათი ვარაუდით სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე დღე იწვიმებს. ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ბელგიასა და გერმანიაშიც.